მოგესალმებით აპოლონის სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი შემოგთავაზოთ. და მოვამზადე გემრიელი ქოქოსის ტორტი. ტორტი მარწყვით. ეს ძალიან გემრიელი ტორტი მარწყვის და ქოქოსის დუეტი. ტორტის მომზადება არ არის რთული და ამიტომ საკუთარ ჭირდებათ ბევრი დრო. ახლა კი დავიწყოთ მომზადება. ტორტის ბისკვიტი მოვამზადე წინასწარ, რომლის ვიდეო რეცეპტსაც იხილავთ მომავალ ვიდეოში. ბისკვიტის ზომა 24 დიამეტრი. ახლა კი მოვამზადებ კრემს, რომელიც ასევე გამოგადგება ტრაფაელოს ტორტისთვის, რისთვისაც გვჭირდება 500 მლ-ზე 200 გრამი შაქარი, დაახლოებით 3 კვერცხის გული, 50 გრამი სიმინდის სახამებელი, ვანილი ან ვანილის ექსტრაქტი, გვჭირდება აგრეთვე 100 გრამი თეთრი შოკოლადი და 100 გრამი ქოქოსის ფანტელები. პირველ რიგში კვერცხის გულს მოვათავსებ ქვაფში. გავთქვებავ კარგად და დავუმატებ ვანილს. უნდა დავუმატოთ აგრეთვე შაქარი. შაქარი დავუმატეთ თქვენი გემოვნებით. შემდეგ კი ნელ-ნელა უმატებთ ცივ რძეს. რძე უნდა იყოს ცივი. მოურიეთ ძალიან კარგად. შემდეგ კი დავუმატეთ სიმინდის სახამებელი. ურიეთ იქამდე, სანამ ინგრედიენტები რძეში კარგად არ გაიხსნება. ბოლოს კი დავუმატებთ მორჩენილ რძეს და გადავიტანთ ცეცხლზე. უნდათ დადგათ დაბალ ტემპერატურაზე და ურიოთ გამუდმებით, რომ ძირზე არ მიიწვას. ურიეთ გამუდმებით და ნელ-ნელა დაიწყებს შესქელება. როდესაც შესქელდება, გადადგით ცეცხლიდან და დავუმატეთ თეთრი შოკოლადი. თეთრი შოკოლადი შეიცავს, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრ შაქარს. ამიტომ თუ თქვენთვის კრემი აიქნება ტკბილი, შაქრის რაოდენობა შეამცირეთ. გახსენით თეთრი შოკოლადი კარგად ბოლომდე. შემდეგ გადავიტანე სხვა თაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაცივდეს, უბრალოდ შეგრილდეს მასა, დავუმატებ ქოქოსის ფანტელებს და მოუვლევ, რომ ქოქოსის ფანტელები კარგად გადანაწილდეს მასაში. შემდეგ კი გადავაფარებ თავზე პარკს და გავაჩერებთ ყველაზე ცოტა 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე, რომ მასა შეგრილდეს. ახლა კი მოვამზადებ მარწყვის პიურეს, რისთვისაც მჭირდება 500 გრამი მარწყვი. შეგიძლიათ სხვა ხილი გამოიყენოთ. გვჭირდება აგრეთვე 50 გრამი შაქარი, 1 ლიმონის წვენი და 1 შეკვრა ჟელატინი. მარწყვს გადავიტან ახლა მე სხვა ჭურჭელში, უფრო მაღალ ჭურჭელში და დავაბლენდერებ. შეგიძლიათ მარწყვი ჩაანაცვლოთ, მაგალითად ჟოლოდ. დაბლენდერებულ მარწყვს გადავიტან ისევ ქვაფში. დავუმატებ შაქარს და დავუმატებ ლიმონის წვენს. მარწყვი ადუღეთ დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ კი გადადგით და შეგძლეთ დაახლოებით 60 გრადუსამდე. მე მაქვს დაახლოებით 9 გრამი ჟელატინი, რომელსაც დავასხი 3-4 სუფრის კოვზი ცივი წყალი და დავაყენოთ და გავაჩეროთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გამაგრებული ჟელატინი შეათბეთ სულ ოდნავ. ჟელატინი ძალიან არ გააცხელო და დავუმატეთ შემდეგ უკვე მარწყვის პიურეს, რომელიც არის ასევე შეგრილებული 60 გრადუსამდე. ბისკვიტი უნდა იყოს ძალიან კარგად გაციებული. უმჯობესია თუ გააჩერებთ 1 ღამის განმავლობაში. მე ახლა მოვხსნი გამოსაცხობ ფორმას, უფრო სწორად ბეჭედს და გადავიტან სუფთა გამოსაცხობ ქაღალდზე და გავჭრი 3 ნაწილად. თუ კი ძალიან კარგი ჭრელი დანა გაქვთ, შეგიძლიათ 4 ნაწილადაც გაყოთ. არის საკმაოდ მაღალი ბისკვიტი. აიღეთ ძალიან ფრთხილად, არის ძალიან ფაფუკი. ბისკვიტი, მინდა განახოთ.
როგორც უკვე ხედავთ, არის საკმაოდ თანაბარი ფენები. ახლა კი მე დავაფარებ თავზე იმისათვის, რომ ბისკვიტის ფენები არ გამოშრეს. რაფაელოს კრემის მასა უკვე კარგად გაცივდა. რაც მჭირდება კიდევ ეს არის 400 ან 500 მილილიტრი ცივი ნაღები. დავუმატებ აგრეთვე ვანილის არომატს და ორ შეკვრა ნაღების გასამაგრებელს. ყველა ნაღებს გასამაგრებელი არ ჭირდება, მხოლოდ 30%-იანი ცხიმის შემადგენლობით. თუ ნაღები არ გაქვთ, იმ შემთხვევაში ჩაანაცვლოთ დაახლოებით 250 გრამი კარაქით. ძალიან ცივ ნაღებს მოვათავსებ მე თაში და დავიწყებ გათქვებას. თქვების პერიოდში დავუმატებ ნაღების გასამაგრებელს, როგორც უკვე აღნიშნე, ყველა ნაღებს არ ჭირდება გასამაგრებელი. თხევადი ნაღები შეგიძლიათ აგრეთვე ჩაანაცვლოთ ნაღების ფხვნილით, რომელიც უნდა გახსნათ წყალში ან რძეში. გავთქვიფავთ ნაღებს ძალიან კარგად და ნაღებს ძალიან დიდ ხანს თქვა არ ჭირდება, თორემ ბოლოს მიიღებთ კარაქს. შემდეგ კი ეტაპობრივად დავუმატებთ უკვე მომზადებულ რაფაელოს კრემის მასას და გავთქვიფავთ სულ ცოტა ხნით, დიდ ხანს არ თქვიფოთ. დავუმატეთ ეტაპობრივად. როგორც კი გაიხსნება ნაღებში, იმ წუთასვე გამორთეთ მიქსერში, რომ კრემი არ აგეჭათ. შემდეგ კი დავუმატებთ უკვე ვანილის არომატს. და კრემი მზად არის. კრემი არის გათვლილი მხოლოდ შიგნიდან დასაკრემად, რადგან არ არის ძალიან მყარი კრემი. შეგიძლიათ კრემი მოათავსოთ ცოტა ხნით მაცივარში. როგორც უკვე ხედავთ, მე ყველაფერი მზად მაქვს ბისკვიტები, კრემი და აგრეთვე მარწყვის პიურე. ბისკვიტის ერთ ფენას დავნამავ ვაჟინით. წყალი და შაქარი წამოვადუღე და დავუმატე შემდეგ უკვე ვანილი. ამ ბისკვიტს ძალიან დანამბვა არ ჭირდება, რადგან არის საკმაოდ ნოტიო. გავუკეთებ ტორტის რგოლს. აუცილებელი არ არის თუ არ გაქვთ, ნუ გამოიყენებთ. მაგრამ რეკომენდირებული, რადგან ესე ტორტი არის უფრო თანაბარი. გადავიტან კრემს ბისკვიტზე და გადავანაწილებ რაც შეიძლება თანაბრად. კრემი გაყავით ორ ნაწილად. იმ შემთხვევაში თუ არ მომზადებთ კრემს ნაღებით, პუდინგის რაოდენობა უნდა გაზარდოთ, იმისათვის რომ გქონდეთ ბოლოს საკმარისი კრემი. მე ხა კრემს გადავასწორებ ძალიან კარგად და ზემოდან უკვე კრემზე გადავიტან მარწყვის პიურეს. თქვენ შეგიძლიათ პირიქითაც მოამზადოთ. ბისკვიტზე გადაიტანოთ პირდაპირ მარწყვის პიურე. და შემდეგ მარწყვის პიურეზე მოათავსოთ უკვე კრემი. მარწყვის პიურესთან უნდა იყოთ რაც შეიძლება ფრთხილად, რადგან ძალიან სწრაფად მანგრდება ჟელატინის გამო. ზემოდან დავატებ ბისკვიტის მეორე ფენას, ეს არის შუა ფენა, დავასწორებ თანაბრად და მიხვდებით ალბათ, რისთვის არის საჭირო ტორტის რგოლი. ასე უფრო გაგიადვილდება ტორტის აწყობა. ფენები ძალიან არ დანამოთ. კრემის მეორე ნახევარს მოვათავსებ ბისკვიტზე და გადავანაწილებ. გადავიტანთ ისევ მარწყვის პიურეს. შეგიძლიათ დაჭრილი მარწყვიც დავუმატოთ. მაგალითად დაშაქრული მარწყვი. მიაქცეთ ყურადღება იმას, რომ მე სულ ზემოდან მოვათავსებ ბისკვიტის ძირი. ეს იმისათვის, რომ იყოს რაც შეიძლება ზემოდან თანაბარი. ზემოდან კი მოვათავსებ ასევე მორჩენილ კრემს და გადავანაწილებ კარგად ზედაპირზე.
ახლა კი ტორტი უნდა მოვათავსოთ მაცივარში დაახლოებით 5-6 საათი. ანუ მჯობესია მთელი ღამე. ჩემთან ტორტი იმყოფებოდა მთელი ღამის განმავლობაში მაცივარში. ეხლა მოვხსნი ტორტის რგოლს. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება შიგნიდან. მე ცალკე გავთქვება დაახლოებით 400 მილილიტრი ნაყედი. გარდან გასალეცად გამოიყენეთ თქვენი საყვარელი კრემი. ძალიან სუფთად გალესვა არ გჭირდებათ, რადგანაც შემდეგ უნდა მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები. შემოლესეთ გვერდებიც. და შემოუსწორეთ ნაპირები. ტორტის გასაფორმებლად გვჭირდება მარწყვი. მარწყვი თქვენი გემოვნებით. გვჭირდება აგრეთვე ქოქოსის ფანტელები. და აგრეთვე გვჭირდება რაფაელოს ბურთები. ტორტს გადავიტან და მოვათავსებ ერთ-ერთ გამოსაცხო ფორმაში და მოვაყრი ზემოდან ქოქოსის ფანტელებს. ქოქოსის ფანტელები მოვაყარეთ შუაში, ხოლო ნაპირებს დაუტოვეთ თავისუფალი. ქოქოსის ფანტელები მოვაყარეთ ასევე გვერდებში. ტორტი უკვე მზად არის გასაფორმებლად. გარეცხილი მარწყვი დავჭრათ სიგრძეზე. მარწყვს ერთ მხარეს წაუსვათ კრემი. და ასე შემოულაგოთ ტორტს გვერდებში. კრემი აუცილებელი იმისათვის, რომ ქოქოსზე მიეწებოს. საკონდიტრო ტომარაში გადავიტან კრემს, სადაც ნაღების კრემი, რომელზეც გაკეთებული მაქვს ტორტის მოსართავი ვარსკვლავისებური თავით. და დავსვათ ესეთი პატარა ლამაზი ფიგურები. რომელზეც ზემოდან მოვალაგებთ შუაზე გაჭრილ მარწყვს. დავოლოგოთ ერთმანეთის გვერდზე. მათთან დავალაგებ ასევე შუაზე გაჭრილ რაფაელოს ბურთებს.
რაკი კრემში გამოვიყენეთ თეთრი შოკოლადი. გადავწყვეტეთ ტორტის შუაგულში მომეთავსებინოთ თეთრი შოკოლადი. ჩემი ტორტი უკვე მზად არის. როგორც ხედავთ, გამოვიდა ესეთი. ჩემი საზრით არის საკმაოდ ლამაზი. ტორტი ეკუთვნოდა ჩემს ძმას, რომელიც ალბათ რამოდენიმე ვიდეოში უკვე იხილეთ. მას ჰქონდა დაბადების დღე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწარეთ დამთავრება ტორტის და ლაშა გაემგზავრა საქართველოში. ლაშა ახლა თუ მივუყურებ, ჩემი ტორტი უკვე მზად არის და შენ სახელზე გააჭირ და დავაგემოვნებთ. სულ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეცეპტი. ამისათვის არც თუ ისე ბევრი დრო დამჭირდა, რა თქმა უნდა, თუ კი არ ჩავთვლათ მაცივარს, სადაც მოვათავსოთ მთელი ღამის განმავლობაში. მე კი ძალიან დიდ მადლობას გიხდით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ახლა კი დავჭრათ გემრიელი ტორტი და დავაგემოვნოთ. როგორც ხედავთ, ესეთი გემრიელი ნაჭერი გვაქვს ბოლოს. ძალიან ლამაზად გამოიყურება შიგნიდან. ახლა კი გასინჯვის დროც მოვიდა და გეტყვით, რომ ტორტი არის საოცრად გემრიელი, საოცრად არომატული და ძალიან ფაფუგი. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს აგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. ახლა კი შეკითხვა თქვენთან. ისურვებთ თუ არა ვიდეო რეცეპტს მარწყვის ნამწყვის, მხოლოდ მაწვნის კრემით. პასუხი კი დამიტოვეთ კომენტარებში.